ყულევის ტერმინალის სასანქციო პაკეტიდან ამოღების გადაწყვეტილება ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ევროკავშირის გადაწყვეტილება და განცხადება განსხვავებული შეფასებები მოჰყვა თბილისში. შეგახსენებთ, აღნიშნული შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ოსალივანის წერილის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გამოუგზავნა. რამდენიმე დღის წინ საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ სანქციების მორიგ პაკეტში ქართული ტერმინალის შეტანაც იგეგმებოდა და შესაბამისი მტკიცებულებებიც იყო წარდგენილი, თუმცა მტკიცებულებებზე არაფერია ნათქვამი სალივანის განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს და პორტის ოპერატორის მიერ აღებული ვალდებულება, რომ ნავთობ ტერმინალი ევროკავშირის მიერ სანქცირებულ გემს არ მიიღებს და რაიმე მომსახურებას არ გაუწევს. წერილში წერია თეთრზე შავად, რომ საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ არ მოხდება იმ დათქმების არ შესრულება, რაც არსებობს ამ მიმართულებით. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება არის, ამ წერილში ეს აღწერილი არის. შესაბამისად, ის რომ წერილობით საქართველომ აიღო ამის ვალდებულება, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის და რა თქმა უნდა, ის რომ მეოცე ამ პაკეტში, სანქციების პაკეტში არ მოხდა საქართველო, ეს ძალიან მისასალმებელი გადაწყვეტილება არის ევროკავშირის მიერ. დიპლომატიური ესე ვთქვათ, ენა არის აქ გამოყენებული, თორემ რომ არ ყოფილიყო ეს პრობლემა რეალური, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა საუბარი ზოგადად ასე, ანუ სასანქციო პაკეტიდან ამოსაღები არ გახდებოდა ყულევის პორტი, საბოლოო ჯამში მთავარი არის, რომ მომავალში არ მოხდეს ასეთი რამე, რომ კიდევ ერთხელ მივიღებ მარტო პორტისთვის კი არ არის დამაზიანებელი, არამედ მთელი საფინანსო სისტემისთვის არის ეგზისტენციალური საფრთხების გავსი ტიპის სასანქციო პაკეტებში მოხვედრა ქართული სტრატეგიული ობიექტების. პრობლემები არ არსებობს, ეს დამატებითი ვალდებულებებიც საჭირო არ იყო, მაგრამ თუ გაიმეორა მათ წინაშე ვინმე ჩვენება, რომ ამას ასევე გავაგზავნებთ და არაფერი ესე იგი საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ნაბიჯებს არ გადავდგავთ, ეს მეორე მხარეა, მაგრამ არც აქამდე იყო და არც მომავალში იქნება. მათგან ძალიან ბევრი შემოწმებელი ჩამოვიდა საქართველოში და მონიტორინგს აწარმოებდნენ და პირიქით მადლობას გვიხდიდნენ, რომ ამ რეჟიმს ვიცავთ. ეს არის საერთო განწყობიდან გამომდინარე მათი ევრობიუროკრატიისა და თქვათ მათთან დაკავშირებული რადიკალური დასავლური ჯგუფებისა, რომელთაც უნდათ საქართველოს იმიჯი შეელახო. მიზანი კიდევ ერთხელ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეს არის გაჟღერებული ქალბატონი ლორა თორტონის მხრიდან. ამ ქალბატონმა განაცხადა, რომ სანამ ჩვენს ქვეყანაში არ იქნება სანამ არ გაუარესდება სოციალური ფონი, მანამ შეუძლებელი იქნება კოლექტიური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდეს და დამარცხდეს ქართველი ხალხი. ზუსტად ამ მიმართულებით არის თავდასხმები მათ შორის ყულებზე და ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ ჩვენი ქვეყნის დაზიანებას არ ვაპირებთ, ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ სხვის მიერ დაწესებულ სანქციებს ჩვენ აღვასრულებთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ აღსრულების არავითარი ვალდებულება არ გვაქვს და ამ აღსრულების ნაწილში მათ შორის მადლობებსაც ვიღებთ.